მოგესალმებით, დღეს გვაქვს ექსკლუზივი მიქსონის ვისკის სერიების. ჩვენ ახლა ვიმყოფებით გლენალაქის დისტილერიაში, სტუმრად ლეგენდარულ ბილი ვოკერთან. გლენალაქის 12 წლიანი რელიზი შეგახსენებთ, რომ გახდა 2025 წლის სინგლ მალტი, ანუ ნომერ პირველი ვისკია დღეს მდგომარეობით. გლენალაქის დისტილერია შედარებით ახალი კომპანია, ის 1966 წელს აშენდა ზოგადად და დაარსდა და 1968 წლიდან უკვე ოპერირება დაიწყო. ეს კომპანია იყო შექმნილი იმისთვის, რომ ეწარმოებია დაახლოებით 4 მილიონამდე ლიტრი სპირტი და სხვათა შორის ეგეთი საინტერესო ფაქტია, რომ დაიწყეს 2 პოდსტილით მუშაობა და სულ რაღაც 6 თვეში საჭიროება მოითხოვა, რომ კიდე 2 დაემატებიათ და შესაბამისად გაეორმაგებიათ წარმოება. დაახლოებით 1990 წლამდე ის სხვადასხვა მეპატრონეს იცვლიდა, მაგრამ უკვე 90 წელს შეიძინა Campbell Distillery-მა, რომელიც უკვე Chivas Brothers-ის ნაწილი გახდა სულ მალე და ეს დისტილერია მუშაობდა იმისთვის, რომ Chivas-ის ვისკებისთვის და ზოგადად ჯგუფისთვის დაემზადებინა სხვადასხვა ტიპის და პროფილის ვისკები, რომელიც უკვე ჩავიდოდა მათ ბლენდებში. 2017 წელს Chivas-ისგან ბრენდი შეიძინა უკვე ლეგენდარულმა ბილი ვოკერმა, რომელმაც დაიწყო უკვე ახალი ეპოქა და ახალი ისტორიის ფურცელი გადაშალა. გახსენებთ, რომ ბილი ვოკერი 50 წლის სტაჟის მქონე მასტერ ბლენდერია, რომლის სახელიც უკავშირდება სულ თავიდან ბალანტაის, შემდეგ უკვე ბუნაჰაბანს და ტობერმორის დისტილერიებს. ბერნ სტიუარტის ჯგუფში მუშაობდა დიდი ხანი, მაგის შემდეგ უკვე თვითონ შექმნა ბენრიახის დისტილერია, რომელსაც გლენ რონახი შეუერთა და 2017 წელს ეს ბიზნესი მან გაყიდა ბრაუნ ფორმანზე და შეიძინა Chivas-ისგან ეს მშვენიერი და მაღალი კლასის დისტილერია, რომელიც წყლის რესურსებით სავსეა და ამზადებს ძალიან მაღალი კლასის ვისკებს. მთავარი ნიშანდობლივი მომენტი, რაც ბილი ვოკერის მოსვლას უკავშირდება, არის ის, რომ 4 მილიონი ლიტრიდან ჩამოვიდა წარმოება 1 მილიონ ლიტრზე ერთი მარტივი მიზეზის გამო. ბილიმ გადაწყვიტა, რომ ხარისხი ყოფილიყო მთავარი, ესე რომ ვთქვათ, დევიზი დისტილერიის მუშაობაში და დაუპირისპირა ის რაოდენობას, შესაბამისად 4 მილიონი ლიტრიდან 1 მილიონ ლიტრ წარმადობაზე ჩამოსვლა უკავშირდება ერთ უბრალო მარტივ მიზეზს, ფერმენტაციის დრო, რომელიც იცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ვისკის გემოს ფორმირებაში. 100 საათიდან გაიზარდა 160 საათამდე, რაც უპრეცედენტოა შოტლანდიის მასშტაბით და ამდენი ხანი ფერმენტაციის პროცესს არც ერთი დისტილერია არ აკეთებს. შესაბამისად ის პირველადი ეს ალკოჰოლი, რომელიც უკვე გადადის გამოსახდელად, ესე რომ ვთქვა, დისტილაციისთვის არის მაქსიმალურად დაბალანსებული, დაწყნარებული და აქვს სულ სხვა არომატული და ზეთოვანი სტრუქტურა. შესაბამისად ეს ყველამ გაიაზრა და დისტილერია გადაეწყო ამ ახალ მეთოდზე. შესაბამისად 2018 წლის შემდეგ უკვე მთელი პროცესები ამ რეჟიმში მიმდინარეობს და პირველი სპირტები, რომელმაც 160 საათიანი დისტილერია გაიარა, არის გლენალაქის ტორფირებულ რელიზებში, რომელსაც მიკლ-თორ ქვია, რომელიც 5 წლიანი დაძველებისაა, როგორც იცით, და ნელ-ნელა უკვე ეტაპობრივად შემოვა უშუალოდ გლენალაქის ხაზში ეს 160 საათი ფერმენტირებული სპირტები, რომელსაც დარწმუნებული ვართ, რომ სულ სხვა პროფილი ექნება, სულ სხვა სტრუქტურა და კლასი ბევრად უფრო გაიზრდება. გლენალაქს მთელი ვისკის საზოგადოება უწოდებს მომავლის დისტილერიას. მომავლის დისტილერიას, იმიტომ რომ ხარისხი, რომელსაც ესენი დებენ და საფასო პოლიტიკა, რომელშიც ეს ხარისხი იყიდება, არის იდეალური და დარწმუნებული ვართ, რომ ეს ბოლო გამარჯვება არ არის. 15 წლიანი რელიზები, 10 წლიანი კასრის სიძლიერის რელიზები კიდე ბევრ მწვერვალს დაიპყრობს და გაახარებს ვისკის მოყვარულს. ეხლა ჩვენ შევალთ უკვე და დავიწყებთ უშუალოდ დისტილერიაში ტურს, სადაც რაღაც საინტერესო ფაქტებს გაგაცნობთ გლენალაქის შესახებ.
ეხა უკვე ვიმყოფებით საცავების ტერიტორიაზე. გლენალაკი დაახლოებით 50,000 კასრს აკონტროლებს და აძველებს ამ ტერიტორიაზე. როცა ჩვენ საუბრობთ ბილი ვოკერზე და გლენალაკზე, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ამ დისტილერიას აქვს საუკეთესო კასრების სელექცია, რაც კი შოტლანდიაში არსებობს. ნაწილობრივ ზუსტად ამაში იმალება საიდუმლოება ესეთი მაღალი კლასის ვისკების, იმიტომ რომ ის პირობები, რომელსაც ბილი ვოკერი უყენებს კასრის მომწოდებლებს, იგივე ესპანეთში, ხერესში მაგალითად, როცა შერის კასრებს უგზავნიან, არის რომ აუცილებლად უნდა იყოს არ უნდა იყოს გარეცხილი, უნდა ის სპირტი და ის ღვინო, რომელიც ესხა რაღაც დოზით ასველებდეს ჯერ კიდე კედლებს, ეს ტრანსპორტირებისთვისაც კარგია და ზოგადად რაღაც პერიოდი ეს კასრები ყოლმდება აქ ადგილზე, შესაბამისად მთელი მენეჯმენტი კასრების გაწერილია და მაქსიმალური კონტროლის ქვეშ არის. გლენალაკი 2-ზე მეტად არ იყენებს, ანუ first fills აკეთებს პირველ შევსებას და მეორე შევსებას და უკვე ამის შემდეგ ყიდის კასრებს ირგვლივ მყოფ სხვადასხვა დისტილერიებში, რომლებმაც შეიძლება 4ჯერ და 5ჯერაც გამოიყენონ, მაგრამ ეს ბილი ვოკერის სტილი არ არის, თავიდან ბოლომდე, როგორც ვთქვით, ხარისხზე აქვს ორიენტირი. კასრები გარდა იმისა, რომ შერის კასრებით არის ზოგადად და ყველაზე ინტენსიურად ეგ გამოიყენება, ასევე ბურბონიც კასრებიც აქვთ, ვირჯინ ოუქი აქვთ და სხვადასხვა მუხის ექსპერიმენტებს ატარებენ, როგორც ჩინკუაპინია, მაგალითად, რომელიც კანადური ერთ-ერთი მუხის ჯიშია. მოკლედ, ადამიანი არის პროფესიონალი და შესაბამისად ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს ვისკის წარმოებაში აქცევს ყველაზე დიდ ყურადღებას. ეხლა შევალთ შიგნით და გავაგრძელებთ ჩვენს ტურს. ჩვენ ეხლა ვიმყოფებით უშუალოდ საწყობში, გლენალაკის, რომელიც არის სტელაჟების ტიპის, ანუ სხვადასხვა სართულებია და ტიპიური შოტლანდიური განლაგებისგან განსხვავდება, რაც კასრების ერთმანეთზე დალაგებას გულისხმობს. მთავარი мотиваცია ბილი ვოკერს რაც ჰქონდა, ეს იყო ის, რომ კასრი სრულიად თავისუფალია. ირგვლივ არაფერი არ ფარავს, შესაბამისად სუნთქავს მთელი სხეულით, ესე რომ ვთქვათ, რაც დაძველების პროცესს კიდევ უფრო ინტენსიურს ქმნის და თანაბარს სპირტებს. აქ ბევრი კასრია და მათ შორის კვეთილად ხაზი უნდა გაუსვათ მიზუნარას კასრს, რომელსაც ვიცით, რომ იაპონური მუხაა და საკმაოდ იშვიათად ითვლება და მაღალი კლასის ვისკები ძველდება ხოლმე მიზუნარაში. ასევე ძალიან საინტერესო ფაქტი არსებობს, რომ გლენალაკში აქაც დაუშვათ, რომ გავიარეთ, ნახეთ, სხვა დისტილერიების, არ ვიტყვით რომლის, მაგრამ კასრებიც ინახება. ისევე როგორც გლენალაკის კასრები ინახება სხვა დისტილერიებში. გაგიკვირდებათ და ამას ერთი უბრალო მიზეზი აქვს, რომ ხანძრის რაიმე გაუგებრობის შემთხვევაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაზიანება ან საერთოდ დაწვა საწყობის, აუცილებლად რჩებათ სხვა დისტილერიაში ვისკი, რომლითაც შეუძლიათ ყველაფერი თავიდან დაიწყონ და ახლიდან გააგრძელონ, ისე რომ არ შეფერხდნენ ოპერირება. ეს ალბათ დიდი ხნის და საუკუნოვანი გამოცდილების, გააზრების შედეგია და შესაბამისად ერთ კალათში ყველა კვერცხს არ ინახავენ შოტლანდიელი დისტილერები და მაქსიმალურად კოლეგიალურად და მეგობრულად ცდილობენ, რომ ერთმანეთს დაეხმარონ და ეს რისკები გადააზღვიონ. ესეთი საინტერესო ქვეყანა, ესეთი საინტერესო დისტილერია გლენალაკი. ვაგრძელებთ ტურს. მოკლედ, ეხლა ვართ ნომერ 4 საწყობში, ვიარჰაუსში, როგორც გითხრეს. აქ ინახება განსაკუთრებით ეგზოტიკული კასრები, მაგალითად, აი მასი აწერია, ღვინის კასრია იტალიური, რომელიც ძალიან ესეთი კონკრეტული ძალიან პატარა მიკროზონის და ტერუარის ღვინოა და უამრავი სხვა ესეთი. ზოგადად, როდესაც გლენალაკის დისტილერიაზე ვსაუბრობ და ბილი ვოკერზე, ძალიან ჭარბობს ღვინის ფინიშები, ღვინის კასრების, ესე რომ ვთქვათ, დაძველება და მასიურად იყენებს. ფაქტიურად, როდესაც გლენალაკს
თან იწყებ ვისკის მოყვარული ურთიერთობას, აუცილებლად ბილი ვოკერს გადაყევხარ ღვინის ინდუსტრიაში და წარჩინებული ევროპული ღვინოების ძიებას იწყებ, იმიტომ რომ ისეთ ასორტიმენტს გთავაზობ დაუშვათ პორტუგალიიდან დაწყებული ესპანური ღვინოები, რიოხას ღვინოები გამოიყენება ხშირად, მათ შორის პორტუგალიური შემაგრებული ღვინოები, როგორც მადეირა, პორტზე აღარ ვსაუბრობთ უკვე. შესაბამისად და აქტიურად იყენებს კიდე მთელი ხაზი აქვს ფრანგული ღვინოების. ამიტომ ნამდვილი შემეცნება აქაც და მაქსიმალურად შეგიძლია რომ ბევრი ინფორმაცია მოიძიო და რაღაცნაირად დაინტერესდე კიდევაც ღვინის ინდუსტრიის. ბილი ვოკერი აქტიურად იყენებს Virgin Oaks, ანუ ახალ კასრს და ეხა ზუსტად ხელში გვიჭირავს რელიზი, რომელიც პირდაპირ კასრიდან ჩამოგვისხეს 56 გრადუსია დაახლოებით 5 წლიანი დაძველება სპირტის და არის Virgin Oak, რომელსაც ისეთი ტკბილი ხილის და დამწიფებული ხილის არომატები აქვს, რომ საერთოდ გაგიჭირდება მიხვდე თუ დაუშვათ არ არის შერის გავლენა და მართლა Virgin Oak-შია გაკეთებული. ეს ამაშიც უბრალო მიზეზია, კასრები არის ძალიან მაღალი ხარისხის და მაღალი კლასის. შესაბამისად, შედეგიც ახეზია. ჩვენთან ერთად ხა იმყოფება ადამიანი, რომელიც ფაქტიურად მეორე ადამიანია დისტილერიაში და ბილი ვოკერის ესე რომ ვთქვათ, მარჯვენა ხელია, ის წარმართავს რეალურად ყოველდღიურ ცხოვრებას დისტილერიაში, ასევე მარკეტინგს და საერთაშორისო ურთიერთობებს. რამდენიმე კითხვას დავუსვავთ და სიახლეებს გავიგებთ მისგან. გამარჯობა რონან, დიდ მადლობას გიხდით, რომ გამონახეთ დრო ჩვენთვის. გთხოვთ მიესალმოთ ქართველ ვისკის მოყვარულებს. გამარჯობა ყველას, ჩემი სახელია რონან კარი, მე გლენალაკის დისტილერიის ასისტენტ ბლენდერი ვარ. მინდა მადლობა გადაგიხადოთ პირადად თქვენ მაიკლ და ასევე დიდი მადლობა ყველა ქართველ ვისკის მოყვარულს გლენალაკის დაფასებისთვის. მინდა გითხრათ, რომ ქართველებს უყვართ გლენალაკი, ფიქრობ ისევე როგორც დანარჩენ მსოფლიოს. ქართველი ვისკის მოყვარულები ზოგადად პრიორიტეტს ანიჭებენ უფრო ინტენსიურ, მოტკბოდა არომატულ ვისკებს. ასე რომ გლენალაკი ძალიან მისაღები ვისკია ჩვენი მომხმარებლისთვის. მაგრამ სანამ კითხვას დაგისვავთ, პირველ რიგში მინდა კიდე ერთხელ მოგილოცოთ 12 წლიანი რელიზის ღირსეული გამარჯვება. როგორ ფიქრობთ, რა იყო ის მთავარი მიზეზი, რის გამოც ამ ჯილდოს მფლობელები გახდით? გულწრფელად რომ გითხრათ, ძალიან გახარებული ვარ იმით, რომ ჩვენი ძირითადი ხაზის 12 წლიანი რელიზით გავიმარჯვეთ ყველაზე პრესტიჟულ და მნიშვნელოვან კონკურსში, რადგან ეს ვისკი ჩვენი დისტილერიის სახეა. ზოგადად ძალიან მარტივი იქნებოდა რაიმე უნიკალური და განსაკუთრებული, მაგალითად 35 წლის მიზუნარეს კასრში დაძველებული ვისკი გაგვიგზავნა კონკურსზე და ფაქტიურად დარწმუნებული ყოფილიყავით გამარჯვებაში, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ გამოგვეტანა სერიული პროდუქტი, რომელიც ყველა ბრენდის მოყვარულთათვის ხელმისაწვდომია. ჩვენი 12 წლიანი რელიზის გამარჯვება ნამდვილად პირველ რიგში დისტილერიის გუნდის შრომის დაფასებაა. ფიქრობ, რომ ეს ვისკი ნამდვილად ძალიან დაბალანსებული და არომატული პროდუქტია. პედრო ხიმენესისა, ოლოროსოს, ამერიკული Virgin Oak-ის და ესპანური წითელი ღვინის კასრების შერწყმა გვაძლევს სწორედ იმ გემოების სიღრმეს, რომელიც ასე მოსწონს ყველა ჩვენს მომხმარებელს. როგორ ფიქრობთ, ამ ძალიან რთულ პერიოდში ვისკის ბიზნესისთვის ზოგადად მთელ მსოფლიოში, რა არის გლენალაკის ბრენდისთვის წარმატების მთავარი რეცეპტი, იგივე ფორმულა? ეს არის ხარისხი, ეს არის საფასო სტრატეგია თუ უბრალოდ მაღალი დოზით ჩართულობა უშუალოდ წარმოების და საოპერაციო პროცესებში? ფიქრობ, ამ კითხვაზე ორი მიმართულებით უნდა ვუპასუხო. პირველ რიგში ორიენტირებული ვართ პროდუქტის ხარისხზე და გემოზე. ჩვენ მიზანია საუკეთესო ვისკის შექმნა და ყველაფერს ვაკეთებთ ამის მისაღწევად. ჩვენ არ ვუშვებთ ვისკის მხოლოდ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ფული ვიშოვოთ. ჩვენ მუშაობთ თქვენთან და სხვა პარტნიორებთან მთელ მსოფლიოში, რათა საუკეთესო ხარისხის ვისკი მოვაწოდოთ მომხმარებელს. ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ დაძველებაზე, არომატის განვითარებაზე და ვცდილობთ ჩვენი მაღალი ხარისხის პროდუქტი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს, რათა ადამიანებმა ნამდვილად შეძლონ ბოთლის გახსნა და დალევა, რადგან ვისკი პირველ რიგში სასმელია. ჩვენი მიზანია შევქმნათ ხელმისაწვდომი, მაგრამ საუკეთესო ხარისხის ვისკი.
ნამდვილად შესანიშნავი ხედვა და სტრატეგიაა, ვერაფერს იტყვი. და ბოლოს შეკითხვა, როგორც ადამიანს, რომელიც ყოველდღიურად ხედავს და მუშაობს ბილი ვოკერთან ერთად, არ ვითხოვთ რაიმე სახის საიდუმლოების გამხელას, მაგრამ საინტერესო იქნებოდა გეთქვათ ქართველი ვისკის მოყვარულებისთვის, რაც გეგმავს გლენალაკი, რაც გეგმავს ბილი ვოკერი უახლოეს მომავალში და რა ტიპის სიახლეებს უნდა ველოდოთ. ეს იქნება უფრო ასაკობრივი სკეპში სიახლეები, თუ ეს იქნება ისევ რაღაც გემოებზე და კასრებზე გაკეთებული აქცენტები. ამჟამად ბევრს მუშაობთ ვისკი ნოუკის შერის დაძველების ბალანსზე, ასევე სხვადასხვა Virgin Oak-ის კასრების მსოფლიოს სხვადასხვა ადგილიდან და ვცდილობთ ეს გემოები დავამეგობროთ შერის მდიდარ შოკოლადოვან და ხილოვან არომატებთან. ჩვენ დისტილერიაში გვაქვს 6 სხვადასხვა ტიპის შერი და 10-11 ტიპის Virgin Oak-ი. ვცდილობთ ვიპოვოთ იდეალური ბალანსი შერისა და Virgin Oak-ის მიერ მოცემულ არომატებს შორის. ბევრ ექსპერიმენტს ვატარებთ საწყობებსა და ლაბორატორიაში. არ ვაკეთებთ არაფერს მხოლოდ განსხვავებულობის გამო. ჩვენი მიზანია საუკეთესო სპირტის მიღება ბოთლში და ამის მისაღწევად ყველა შესაძლო კომბინაციას ვცდით. არ ვტოვებთ არც ერთ დეტალს უყურადღებოთ, ყველაფერს მაქსიმალური ძალისხმევით ვაკეთებთ. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის და მასპინძლობისთვის.